დილამშვიდობისა რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას 11 საათი 19 წუთი გახლავთ და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით იმ ახალ სერვისს, რომელსაც მიწის აზომვის სივრცეში და მოცემულობაში ჩვენ ვიხილავთ, საუბრობთ საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტზე. რატომ, რისთვის, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც შეძლებენ მოიპოვონ საჯარო რეესტრის ამზომველის ოფიციალური სტატუსი და რამდენად შეცვლის ეს საერთო სურას. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ რადიომედის სტუდიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თამარ ზოდილოვას მასმილობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონ თამარ, საჯარო რეესტრის ამზომველის ახალი სერვისი, ახალი ინსტიტუცია, ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი მექანიზმი იმისთვის, რომ სახელმწიფო სრულად დაინახოს ერთის მხრივ თავის სისტემაში და სრულად ხედავდეს და მეორეს მხრივ როგორც ხვდები, ეს ასევე გაუადვილებს მოქალაქეებს ხელმისაწვდომობას მრავალფეროვნების კუთხით იმისთვის, რომ მოახდინონ კონკრეტული სივრცის აზომვა, რეგისტრაცია და ასე შემდეგ. თუ თქვენის ნებართვით დავიწყოთ დიალოგი იმ მოცულობითი სახელმწიფო პროექტიდან თუ პროგრამიდან, რომელიც გულისხმობდა მიწის უფასო და აზომვას, ძალიან მოცულობითი იყო ეს შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ათასობით მოქალაქემ გამოიყენა, იმიტომ რომ ჩვენ გასაგებია აგრარული ქვეყანა ვართ, ჩვენ მთაგორიანი ქვეყანა ვართ, საბჭოეთის წარსულიდან გამომდინარე კიდევ არაერთი ნიუანსია და მიწის სწორად ახაზვა საკუთარი ტერიტორიისა და ამის სწორად რეგისტრირება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მით უმეტეს თანამედროვე რეალობაში და მით უმეტეს ციფრული შესაძლებლობების ფონზე, რასაც განსაკუთრებით თქვენი უწყება ჩვენ გვთავაზობს და მიუხედავად ამ მოცულობითი სახელმწიფო ინიციატივისა, როგორც ხვდები, გასაკეთებელი ამ კუთხით და გასაგრძელებელი სამუშაოები კვლავ არის. პირველ რიგში გითხარით, აი ამ სახელმწიფო ინიციატივამ რა მოგცა, რამდენად შეამსუბუქა თუ დააჩქარა თქვენის უწყების მხრიდან აღრიცხვის ის მოცემულობა, რაც შესაძლებელი იყო აი ამ პერიოდში და უკავშირდება თუ არა ახალი ინსტიტუციის გაჩენა აი ამ თვალსაზრისით, მაგალითად აი ასეთი ინტენსივობის ფონზე საჭიროებამ გააჩინა თუ არა და საერთოდ მე უკვე მიზნებზეც ვისაუბროთ ამ ინსტიტუტისა. პირველ რიგში გითხარით, რა შეცვალა, როგორი გვაქვს სურათი ამ სახელმწიფო პროგრამის ფონზე და რამდენად გაიძულათ, რომ შეგექმნათ დამატებით საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუცია. სიამოვნებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი რეფორმით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ პერიოდამდე, რაც კი განაცხადი არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემოსული, ის საქმეები საკმაოდ მოცულობითი არის, ძალიან ბევრი არის მათგანი და ის ეტაპობრივად 2027 წლის 1 იანვრამდე ყველა დასრულდება. ეს მოქალაქეებისათვის არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამიტომაც მინდოდა გამეზიარებინა. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი რეფორმა განახორციელა სახელმწიფომ. თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული, საამზომველო საქმიანობასთან და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში მე ციფრებსაც გავაზიარებ მოქალაქისთვის. ტერიტორიის 95%-მდე ჩვენ მოვიცავით, დავფარეთ ამ რეფორმის ფარგლებში. აიზომა 2.100.000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი და აქედან დარეგისტრირდა დღეის მდგომარეობით 1.551.000 მიწის ნაკვეთი. ეს ციფრები ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ სწორედ ამ რაოდენობის მოქალაქის საკუთრების უფლება არის დაცული. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე უტყუარი მონაცემი, რომელიც არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ მიმდინარე პროცესმა და მისმა კომპლექსურობამ სწორედ გამოკვეთა ერთ-ერთი გამოწვევა. არსებული მონაცემი, საკადასტრო მონაცემი, აზომვითი ნახაზები, უფრო მარტივად რომ თქვა, და ფაქტობრივი მონაცემი, ანუ ადგილზე როცა გადიოდა ჯგუფი და უკვე საამზომველო საქმიანობას ახორციელებდა, თანხმედრაში არ იყო და საჭიროებდა ამის შესწორებას.
ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში და რეფორმის ფარგლებში ბუნებრივია ჩვენ უზრუნველყავით როგორც უწყება ამზომველებით, რომ უფასოდ შეგვეთავაზებინა აღნიშნული მომსახურება. კოლოსალური სამუშაო შესრულდა. საჭიროება იყო ცალსახად გამოკვეთილი და შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყება, 320-ზე მეტ სერვისს თავაზობთ ჩვენ მოქალაქეს, ყოველთვის ვაკვირდები და ვავითარებთ იმ სერვისებს, რაც საჭირო არის და რასაც საჭიროებს სხვადასხვა დაინტერესებული პირი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი შეგვექმნა უკვე უწყების შიგნით, გახლავთ ეს საჯარო რეესტრის ამზომველი და დღეისათვის უკვე ეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რატომ გახდა კიდევ ერთ არგუმენტს ვიტყვი ამ ინსტიტუტის შექმნა, იმიტომ რომ სწორედ ის სანდო და სიზუსტის იდეას პასუხობს, საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტებიც იყო ბუნებრივი არის გათვალისწინებული მიწის ადმინისტრირებისა და საკადასტრო მონაცემების სისტემის შექმნის თვალსაზრისით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არის ამ სახის სახელმწიფო სერვისი ჩვენ შევთავაზოთ მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათ მიიღონ სანდო და უტყუარი მონაცემების შექმნა, საკადასტრო მონაცემები, რაც ბუნებრივი არის მათ დაცულობას უზრუნველყოფს. და რა თქმა უნდა, სახელმწიფო იღებს ამ პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს მხრიდან ის ქმნის, რა თქმა უნდა, მონაცემების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ის პროექტები, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის განვითარებისთვის. და სანდოობა არის კიდევ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს უწყებების მხრიდან. საკადასტრო მონაცემების სიზუსტე არის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი თავსატეხისგან დაზღვევის საშუალება და ის რომ საწყისშივე ზუსტი იყოს, სწორი იყოს და ყველაფერი იმ სტანდარტის შესაბამისად რომლის დაწესებასაც თქვენი უწყება ცდილობს, გასაგებია რომ მარტო თქვენი უწყება სააგენტო ვერაუვიდოდა თუნდაც იმ გლობალურ რეფორმა გასაგებია თქვენი გასაკეთებელი იყო, მაგრამ აზომვების იმ კასკადს ხო ციფრების ჩამოთვალეთ და როგორც ვთქვი ამ 2 მილიონზე მეტის ნახევარი უკვე გატარებულია და დანარჩენი პროცესია. ვინ იყვნენ ის პარტნიორები, ვისთანაც ერთად თქვენ ეს პროექტი ჩაატარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციას ვხედავთ, რომელიც ასეთ ინიციატივას თავაზობს მოქალაქეებს და როდესაც ჩვენ საუბრობთ დასახელებაზე საჯარო რეესტრის ამზომველი, გასაგებია რომ აქ ინდივიდია საუბარი და როგორც ჩანს რაღაც ახალ სიბრტყეზე გადადის სახელმწიფო უწყებისა და თქვათ პროფესიული მოქალაქის კომუნიკაცია არა კონკრეტული ორგანიზაციის სახით, არამედ ინდივიდუალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ანუ ორ კითხვას გავაერთიანებ. ადრე როგორ ჩაატარეთ, სანამ ამ ინსტიტუციას ამოქმედებდით, ვინ იყვნენ თქვენი პარტნიორები და ესეთი ინდივიდუალური მოთამაშეების ჩართვა ამ პროცესში რას გიადვილებდა და რამდენად ცვლის საქმიანობის კუთხით საერთოდ სურათს? არსებობდა შერეული მოდელი, თქვენ საუბრობდით კომპანიებზე, ფირმებზე, რომლებიც სამზოლო საქმიანობას ამ ფიზიკური პირების თავაზობდნენ მოქალაქეებს. მეორე მხრივ ჩვენ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უკვე უზრუნველყავით სამზოლო საქმიანობის თავადშესრულება. დღეს მდგომარეობით სწორედ ეს სიახლე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ უკვე სახელმწიფოს წარმომადგენელი, პროფესიონალი, კვალიფიციური და სერტიფიცირებული თანამშრომელი მიაწვდის უკვე მოქალაქეს აღნიშნულ სერვისს. თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნებისმიერ რეფორმას უყურებს სისტემურად, რაც იგულისხმება, რომ ამზომველის ინსტიტუტი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და ვითარდება. ჩვენ კერძო ამზომველებს და შესაბამის აკრედიტირებულ კომპანიებს ბუნებრივია ვაძლევთ შესაძლებლობას და ისინი გააგრძელებენ ამ ტიპის მომსახურების შეთავაზებას მოქალაქეზე. მოქალაქეს თავად შეუძლია, რომ ერთი მხრივ მომართოს სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს და მიიღოს სახელმწიფო სერვისი, ან მივიდეს კერძო კომპანიასთან და მისგან მიიღოს აღნიშნული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ ის არის განმასხვავებელის და ასევე გარანტიაც, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სიზუსტეს და სანდოობას და ბუნებრივი არის პასუხისმგებლობაც არის სახელმწიფო მხარეს. ანუ ქალბატონთან რომ დავაზუსტო,
ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამზომველი იქნება ცალსახად გარანტირებულად იმ სტანდარტის შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი რითის ხელმძღვანელობს სახელმწიფო და კერძო კომპანიის ხარისხი, თამასა და დონე ეს უკვე მათი საქმეა და მათი პასუხისგებლობა ასე ვთქვათ. თუმცა აქვე დავძენ, რადგანაც მე სისტემურ მიდგომაზე ვსაუბრობდი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობის სტანდარტებს განუსაზღვრავს, ასევე კერძო ამზომველებსაც და აწარმოებს მონიტორინგს. ანუ შესაბამისად ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად შეუძლია თვითრეგულირებით განახორციელონ ყველაფერი, არამედ საქმიანობის სტანდარტები, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულება არის და ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს და ის იმ პროფესიაში განსაზღვრავს სამუშაო სტანდარტებს და ასევე რა თქმა უნდა კონტროლსაც გაუწევს, მონიტორინგს განახორციელებს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ამასთანავე აკრედიტაციის და სერტიფიცირების საკითხსაც შევეხები, იმიტომ რომ მე ვახსენე, რომ სერტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ მე განახორციელო შესაბამისი საქმიანობა. სერტიფიცირების ნაწილსაც მაშინ გავაგრძელებ საუბარს უშუალოდ საჯარო რეესტრის ამზომველებიც გადიან სერტიფიცირებას და სერტიფიკატის მიღების შემდეგ ისინი უკვე ახორციელებენ და აწვდიან სახელმწიფო სერვისს, ხოლო მეორე მხრივ ბუნებრივი არის დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ რომ გაიარონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესაბამისი სასერტიფიკატო კომპლექსური კურსი, დაეუფლონ შესაბამის პროფესიას, წარმატებით ჩაბარების შემდეგ და სერტიფიკატის მიღების შემდეგ მათ უკვე ენიჭებათ უფლება რომ აწარმოონ შესაბამისი საქმიანობა, ანუ განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა. ქალბატონ თავარ, ის ადამიანები, რომელთათვისაც საკადასტრო მონაცემებზე მუშაობა უცხო არ არის და ზოგადად ამ პროფესიაში ტრიალებენ, გაივლიან სერტიფიკატს აიღებენ და დაიწყებენ მუშაობას, ასე ვთქვათ, რომელთაც გამოცდილება გააჩნიათ. მე ვნახე კრიტერიუმიც ხო, მე მგონი ერთწლიანი გამოცდილება უნდა გქონდეთ და ხარისხის შესაბამისი ბაკალავრის დიპლომი. ხო? უმეშლება თქვით. სწორად ბრძანებთ. საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, სამთო და გეოინჟინერია და ასევე ლოგიკურია გეოგრაფიაც. ეს ადამიანები ასეთ მე მგონი ჩვენგან არ გაიგებენ და სხვადასხვა საეთერო სივრცეში არ მოკრავენ ყურს ამ შესაძლებლობას და მე არ დაიწყებენ ასე ვთქვათ მზადებას იმისთვის რომ გახდნენ საჯარო რეესტრის ამზომველები და ინფორმაცია გააჩნიათ. მით უმეტეს რომ მათ ბექგრაუნდი ალბათ ლოგიკურად უმაგრებს ზურგს. მაგრამ თქვენ ახსენეთ საინტერესო დეტალი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სხვა ადამიანებს შეუძლიათ ჩაერთონ ამ საქმიანობაში. შორიდან საგადასტრო საქმიანობა ნებისმიერ ვინც კი ნაკვეთის ახალი მფლობელი ხდება, ან ვისაც საჩუქრად გაუმართლა და ერგება, ან შეიძენს და ასე შემდეგ, მისთვის ეს არის ძალიან გაუგებარი მოცემულობა და ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენ ახლა პროფესიონალებისგან განსხვავებით საზომის საშუალებით ვერ ვირბენ და ვერ ავზომავთ. მით უმეტეს რომ ტექნოლოგია დღეს ვითარდება და საერთოდ აეროგადაღება მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია. და რაღაც ძალიან უცხო თემაა. და ახლა როდესაც თქვენ ამბობთ რომ გარდა აი ამ საბაკალავრო კონკრეტული მიმართულების განათლების მქონე ადამიანებისა სხვებსაც აქვთ უფლება რომ გახდნენ ოფიციალური ამზომველები, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან აკრედიტებული, ხო? ანუ გამოდის რომ კიდევ დამატებითი სამუშაო შესაძლებლობა რჩება და თქვენის ნებართვით სწორედ ამ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას. მაინც რა არის ის მინიმუმი ან საბაზისო, რაც უნდა იცოდეს საჯარო რეესტრის მომავალმა ამზომველმა და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ასაკი არის თუ არა აქ მომენტი და ვინც დაინტერესდება თუნდაც ჩვენი ეთერის შემდეგ და დროთა განმავლობაში მათ რა შესაძლებლობა აქვთ იმისა რომ გაიარონ ეს ყველაფერი დაეწიონ ამ მოცემულობას ესოდნა ისე აღიქვან რომ ოფიციალურად წარმოადგენდნენ უკვე სახელმწიფოს და პროფესიონალურად მუშაობდნენ და იღებდნენ ამაში ანაზღაურებას. თქვენ ჩამოთვალეთ ის მოთხოვნები, რომელიც არის მინიმალური მოთხოვნები. ამას უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი. იქნება ეს თქვათ საჯარო რეესტრის შემდგომი დასაქმების დაინტერესებული პირი თუ ასევე კერძო ამზომველის საქმიანობის განმახორციელებელი. იქ კომპანიებზე ვსაუბრობდით, ამიტომ მე შევეხები ბუნებრივი არის იმ ახალ სერვისის ფარგლებში, რაც არის საჯარო რეესტრის ამზომველი. სწორედ აი ამ მოთხოვნების შესაბამისად გაიარა ძალიან ბევრმა ამზომველმა
შესაბამისი სასერტიფიკატო კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად დაეუფლნენ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ახალ პროფესიას და სერტიფიცირების და სერტიფიკატის მიღების შემდეგ დღეისათვის დავასაქმეთ და დასაქმებული არის სისტემაში 300-მდე ამზომველი. შესაბამისად მოქალაქეს უკვე დღეიდან აქვს შესაძლებლობა რომ ამ მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან მიიღონ შესაბამისი ახალი სერვისი, რაც არის საამზომველო საქმიანობა, ეს არის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, თქვენ ახსენეთ ასევე აეროგადაღება დრონებით, კარტოგრაფიული. ანუ იმის და მიხედვით რა საჭიროება აქვს, რა თქმა უნდა, მოქალაქეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეისათვის ხელმისაწვდომი არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. შესაბამისად, ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაზეც ვსაუბრობ, რომ შევაჯამო, ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც განსაზღვრული არის იმისათვის შემდეგ, რომ რა თქმა უნდა, პროფესიას დაეუფლოს და გახდეს, ასე ვთქვათ, სერტიფიცირებული ამზომველი, არსებობს კონკურსის გავლის შემდეგ უკვე ბუნებრივი არის შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ასეთი ყავს დღეისათვის 300-მდე. რაც არ არის მცირე ციფრი? რა თქმა უნდა, საწყისისთვის არ არის მცირე ციფრი, ჩვენ ბუნებრივი არის ამ პროფესიას კიდევ და ინსტიტუტს გავაძლიერებთ. თქვენ საწყისისთვის გეგმაში რა რაოდენობაზე გასვლაა? სამიზნე მაჩვენებლები ასეთი განსაზღვრული არ გვაქვს, ბუნებრივი არის სერვისი ნიშნავს იმას, რომ უნდა განვითარდეს და ჩვენ დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, მომართვიანობას, ხარისხის უზრუნველყოფას და ეტაპობრივად მაქსიმალურად დავფარავთ იმ საჭირო რაოდენობას, რაც გამოიკვეთება ბუნებრივია მომართვიანობისა და იმ საქმიანობის მრავალფეროვნებიდან, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მაგრამ საწყისისთვის კიდევ გავიმეორებ, რომ 300 ამზომველი დღეისათვის დასაქმებული არის და მზად არის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს კვალიფიციური სახელმწიფო სერვისი. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩაერთოს და დასაქმდეს, მათ განათლების მიღების რა შესაძლებლობა აქვთ ამისთვის უნდა წავიდნენ ახლა ბაკალავრიატისთვის 4 წელს თუ 3 წელს ალბათ ვერ დაახარჯავს ბევრი მოკლევადიანი რამე პროფესიული სასწავლებლის კურსები არსებობს თუ თქვენ სთავაზობთ ამხრივაც გამოცდილება გააჩნიათ თქვენ ჩვენ თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ასევე სხვა იურიდიული პირი არის საჯარო სამართლის, ეს გახლავთ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ჩვენი ერთობლივი შეთავაზება არის, რომ აი ეს კომპლექსური კურსი, სერტიფიცირების კურსი გაიაროს შესაბამისმა დაინტერესებულმა პირმა. ეს კურსი შემუშავებული არის რეესტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ერთობლივად და ეს არის ის დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ, ვინც დაინტერესებული არის საამზომველო საქმიანობით. აქვე ვიტყვი, რომ თქვენ ახსენეთ სწორედ ეს საქმიანობა საჭიროებს სიზუსტეს და მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. დღეს მდგომარეობით რეესტრი აღჭურვილი არის თანამედროვე ტექნოლოგიით და ტექნიკით და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხაზი გაისვას სწორედ სანდოობასა და სიზუსტეს მონაცემების, რომელიც შესრულდება და რომელიც შეიქმნება სწორედ კვალიფიციური საჯარო რეესტრის ამზომველების მიერ. თქვენ ბრძანეთ, რომ უკვე 300 ასეთი არის. ერთის მხრივ გასაგებია რომ თქვენ როგორც საბაზრო მოთხოვნილება შესაბამისად ეწყობით რომ საქმე შეასრულოთ და თქვენ ამას სხვა მოზაიკაში ხედავთ. მოქალაქეები საერთოდ სხვა მოცემულობაში უყურებენ, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იქ როგორი სისტემური სერვისი იქნება, მთავარია სერვისი იყოს, ხო? საჯარო რეესტრის ამზომველის უკვე 300 და შემდეგ კიდე როგორც ხვდები მეტი რაოდენობის პარტნიორი თანამშრომლების არსებობის შედეგად მოქალაქეს საერთოდ მოქალაქეებისთვის კეთდება ხო ეს ყველაფერი მოქალაქისთვის რა იცვლება დროში უმჯობესდება ხარისხი უმჯობესდება ლოდინის დრო ნაკლები აქვს თუ რა იცვლება თქვენ ახსენეთ ყველა ის ერთგვარი კრიტერიუმი რომელიც მაღალხარისხიანი სახელმწიფო სერვისთვის არის დამახასიათებელი და გამსაზღვრელი ეს არის დრო ხარისხი ხელმისაწვდომობა სისწრაფე და ფინანსურათაც ბუნებრივი არის უნდა იყოს თანაზომიერი რასაც ვთავაზობთ სახელმწიფო და სანდოობა სწორედ ამ კრიტერიუმებს დაფუძნებული არის ეს ახალი სახელმწიფო სერვისი მოქალაქისთვის იცვლება ის რომ ის სახელმწიფოსგან იღებს ახალ სახელმწიფო სერვისს
საამზომველო მომსახურების სახით, მას შეუძლია როგორც ფიზიკური იუსტიციის სახლში მისვლით, ანუ ფიზიკურად იუსტიციის სახლის მეშვეობით მიიღოს აღნიშნული სერვისი, ან ყველგან საქართველოს მასშტაბით, ასევე დისტანციურად ერთიან ელექტრონული სერვისების პორტალზე my.gov.gt ბუნებრივი სახლიდან გაუსვლელად შეუძლია გაიაროს შესაბამისი პროცედურა და მიიღოს ეს ახალი სერვისი უკვე საჯარო რეესტრისგან. იცვლება ბუნებრივი არის მისი ხარისხი, მისი სანდოობა და მისი უტყუარობა და მაღალკვალიფიციური თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სერვისი იქნება მიწოდებული მოქალაქისთვის. მოქალაქის მხრიდან ეს მოთხოვნა არის, ჩვენ ყოველთვის ვახსენე კიდევაც, რომ ვავითარებთ ახალ სერვისებს, რომელიც მოქალაქის საჭიროებებს პასუხობს და მეორე მხრივ ბუნებრივი არის სახელმწიფო ძალიან დაინტერესებულია და პასუხისმგებლად ეკიდება, რომ შეიქმნას სანდო მონაცემები იმ საკადასტრო სისტემის და მიწის ადმინისტრირების კუთხით, რასაც განაპირობებს სწორედ მაღალპროფესიული ამზომველების მიერ შექმნილი და დამუშავებული მონაცემები. ამას გარდა ბუნებრივი არის დაცული იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქის საკუთრების უფლება და სამართლებრივი სტაბილურობა. შესაბამისად, ეს არის სწორედ ის განმაპირობებელი მოქალაქისთვის, რომ მისი საკუთრების უფლება იყოს დაცული და ამის პასუხისმგებლობას და სახელმწიფო სერვისით ახალი სახელმწიფო სერვისით თავაზობს სწორედ, რომ მოქალაქე მისარგებლოს სწორედ საჯარო რეესტრის ამზომველის მომსახურებით და გამარტივდეს მისთვის სარეგისტრაციო პროცესი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა სამზომველო დოკუმენტები იყოს სრულყოფილი, თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ის, რომ მისი საკუთრება, ასე ვთქვათ, დარეგისტრირდეს, იმიტომ რომ კიდევ სხვა დოკუმენტები არის საჭირო და ერთობლივად შემდეგ, რა თქმა უნდა, სარეგისტრაციო პროცესი სრულდება საჯარო რეესტრის მიერ. კი ბატონო, სხვა დეტალების ერთობლიობა არის შემდეგ უკვე დოკუმენტების. ხო. ქალბატონ თამარ, ჩვენი დიალოგისტის გამოყოფილი საეთერო დრო დასასრულს უახლოვდება საჯარო რეესტრის ამზომველის მიმდინარე და კიდევ ღიად არსებულ დასაქმების შესაძლებლობაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თქვენი სერვისის განვითარების კუთხით მე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ და თქვენის ნებართვით ჩვენი დიალოგის ბოლოს თუ შეგიძლიათ თქვენ ნახსენეთ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, არის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ნაწილი და საკმაოდ მოცულობითია ეს ყველაფერი. თქვენ როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, როგორ აფასებთ რეფორმის მიმდინარეობას, მის დინამიკას და რაღაც უახლოესი პერიოდისთვის კიდევ ხომ არის გეგმება რაიმე ტიპის სიახლეების სერვისებში ან ასე შემდეგ, იმისთვის რომ საბოლოოდ ეს ეფექტიანობა და შედეგიანობა იყოს არსებული რეალობის შესაბამისი და მაღალი. აღნიშნული რეფორმა თავისი მასშტაბურობით საბოლოო დასრულდება 2027 წლის 1 იანვარს და ის მიმდინარე საქმეები, რომელზეც საუბრობთ, რომ ძალიან იმ პერიოდის არის ის უფასოდ, რაც იყო ჩვენი რეფორმის ნაწილი, ის დასრულდება ამ წლის ბოლოს. პარალელურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული სპორადული რეგისტრაციები, ეს ნიშნავს, ეს არის ასევე მიწის რეგისტრაცია, უბრალოდ მოქალაქე ამ შემთხვევაში გარკვეულ თანხას იხდის სერვისში დიახ და ის პარალელურად მიმდინარე არის. სახელმწიფოს ინტერესია ბუნებრივი არის, რომ სრულად მოიცვას საქართველოს მასშტაბი მიწის რეგისტრაციები, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ, რომ მიწის რეგისტრაციები განაპირობებს ძალიან ბევრი მიმართულებით მოქალაქო ბრუნვის კუთხით, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას, მოქალაქის პირველ რიგში საკუთრების უფლების დაცვას და ეს მონაცემი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სანდო, სრულყოფილი და დასრულდეს ეს პროცესი. რაც შეეხება თავად სამომავლო გეგმებს, ვახსენე, რომ რეესტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელ უწყებას, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვავითარებთ იმ სახელმწიფო სერვისებს, რომელსაც თავაზობთ დაინტერესებულ პირებს და უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე ჩვენ პროცესში ვართ და ვავითარებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან უძრავი ქონების გაციფრულების სახელმწიფო სერვისს, რომელსაც უახლოეს მომავალში უკვე
გარკვეულ ნიშნულამდე მივყვანთ, რომ ჩვენ შეგვეძლება უკვე ამაზე საუბარი და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს სისტემის შიგნით და ბუნებრივი არის ჩვენ ყოველთვის გვეხარია რომ მოქალაქის ინტერესებს და მოქალაქის საჭიროებებს პასუხობთ ყისიერად და ასე გავაგრძელებთ და ძალიან ბევრი ახალი სერვისი იქნება შეთავაზებული. კი ბატონო, მით უმეტეს რომ უძრავი ქონების რეგისტრაცია ძალიან ახლო მონათესავე მიმართულება იმ თემის არაზე ჩვენ ვისაუბრეთ. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ჩვენ საჯარო რეესტრის ამზომველის იმ ახალ ინსტიტუციაზე ვისაუბრეთ, რომელიც ერთის მხრივ მოქმედებს, თუმცა მეორეს მხრივ ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის სასწავლო კურსის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ მიუხედავად პროფილური არცოდნისა თუ კვალიფიკაციის არარსებობისა, თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ ამ პროფესიას და გამოდის, რომ განათლების მიღების შემდეგ, ალბათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სერტიფიკატით ზურგამაგრებული უკვე არა მხოლოდ ერთის მხრივ თქვენ უყურებთ როგორც სახელმწიფო სისტემა, მეორე მხრივ მოქალაქეს აქვს დამატებითი შესაძლებლობა, რომ მან ლეგალურად აწარმოოს თავისი საქმიანობა მაღალ კვალიფიციურად და სტანდარტების შესაბამისად. მადლობა კიდევ ერთხელ ამ დიალოგისთვის. რადიომედის სტუდიაში ჩვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კალოტონ თამარ ზოდელოვას მასპინძლობთ და ვინც გვიან შემოგვიერთდით თემის დეტალები და გაინტერესებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმართან საუბარი რადიომედის Facebook გვერდზე აიტვირთება.